მოგესალმებით, მინდა გავაკეთო ჩემი კომენტარი ეგრეთ წოდებულ დებატებზე, ჯერ ეს ეგრეთ წოდებული გოგი ჩაიშვილი, როდის მე ოპოზიციონერებს პირველი გაპროჭებული ქოცი იყო და ქოცების სით კენცი ყრიდა და პარლამენტში ქოცად იჯდა. და ეხლა მოიცა, ეხლა რა თურმე კობახიძეს უპირისპირდება და ეხლა მაგარი ბიჭია და ოპოზიციონერია და შენ რო მილიონის მანქანა იყიდე და შენ რო მაგენი რო ტრაქს გისწორებდნენ და ყავდით გვერდზე დამჯდარი მთავარ გამправებლად ამბოზებს, მაშინ არაფერი არისო? თუ მაშინ როგორაა, შენ რო გინდა როცა შეაგინეთ და როცა არ გინდა, კაი ბიჭი იქნება? და მაგათთან ერთად შეჭამ თუ როგორ არის ეგა? და ეგ დებატებია რა, კომფორტულად გრძნობდა რა, კობახიძე, მე რა ბიჭო მილიონის მანქანა თუ დააძახე რა პრობლემა არის? ხო შენ ოღონდ მეტი მილიარდი არ დააძახო, 2 მილიარდი არ დააძახო, 3 მილიარდი არ დააძახო, საქართველოს არ დააძახო და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება, ხო? მაგარი იქნება, ხო? კაი იქნება, ხო? ესა პროჭობა, რაღაცა კვერცხის პროცენტის 5% მესმის, ბიჭო, კვერცხის 5%-ია ლაპარაკი და იმაზეა ლაპარაკი, რომ რაღაცა ევრონახე მაპატიეთ რა, ლარნახევრით გაიაფთა და ფულის ინფლაცია თურმე ბევრია და ბეჭდილი და ამაზე ლაპარაკობენ და იმაზე არაფერს არ ლაპარაკობენ რა. 5 მილიონი, 6 მილიონი, 7 მილიონი, 10 მილიონი, 1 მილიარდი რო აქვს რა. სალკეულ პირებს მოპარული. და ყავთ დასმული ეს კომფორტული ოპოზიცია რა, იმაში ეთერში და ლაპარაკობენ, რასაც უნდა შენ მილიონი მოიპარე, მილიონის მანქანით დაგიხარ. იმან უთხრა მე რა ვისო, ჩემ დროს არ ყოფილაო, მაგიო სხვა პრემიერის დროს მოხდაო, მაგიო სხვა პრემიერის დროს იყო, იმაშიო თემაშიო და მაშინ იყიდაო, მაგანო მილიონის მანქანაო და ახლა მე ვარ პრემიერა, ჩემ დროს არ უყიდიაო და გავიდა ფონს რა. აქ რაზია ლაპარაკი რა, კარგად არის რა. შვიდადაა ყველაფერი, თქვენ ნოინერვიულებ. მარაზმი ბიჭო, რა დედამხშობათ რა. ფალოსმა გაგაკეთათ თქვენ და ატირებულებო თქვენ. დაფიქრდეს უნდა ქართველი კაცი რა. აბა იმ დებატებში ეგრეთ წოდებული ტელევიზია როა და ეს რო კაჩავება გოგი ჩაიშვილი ჩვენ არ გვიწვევთ და არა ზუსტად ვიტყვი რამდენჯერ მყავდი მოწვეული და დაძახებული და ვითომ ის იყოს რა ქვია რა. ვიღაცის ქელეხი რა, თამას ტელევიზია ქვია. ერთი განმარტოს მაგ ეგრეთ წოდებულმა ტელევიზიამ რა, თუ ეგრეთ წოდებული დებატები იყო და საზოგადოების ხმა უნდა და რატო არ ჩამრთეს მაგ და რატო არ ჩათეს ჩემნაირი ადამიანები რა, ვისაც ფიზიკურად, მორალურად და ფინანსურზე არა მაქვს ლაპარაკი შეხებაზე და დევნის მსხვერპლი აღმოჩნდა რა. ჩვენ ვერ დავსვამდით მაგ კითხვებს? თუ ჩვენ მილიარდებზე დავსვამდით შეკითხვებს და ქართველიერის ინტერესებზე დავსვამდით შეკითხვებს და არა 5%-იან კვერცხზე და არა მილიონიან მანქანაზე რა. საქართველოში მილიონიანი მანქანები უკვე აღარ იხსენიება რა. რაზეა ბიჭო ლაპარაკი? დედამუწყლი ივანიშვილი 5%-ზე გეტალკავებათ, კვერცხის 5%-ზე და კაზრეთიდან და იმიდან რა ოქროსაბადოები გაწიკა იმაში რა ქვია რუსეთში და იმის იქეთ კიდე. რა 5%-ზეა ლაპარაკი რა? ცხნერს გაჯვამ თავზე და ოქრომია.